ფიფქები ბწყინავდნენ, ბავშვები იცინოდნენ. ზარების რეკვის ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. უეცრად ფარნები ჩაქრა. ზარები დადუმდა და სიცილი ჰაერში გაიყინა. ანიმ პატარა, მოკუზულ არსებას მოკრა თვალი, რომელსაც ზურგზე მოელვარე ტომარა მოეგდო. ახალ წელს მარტო შენთვის ვერ დაიტოვებ, მამაცურად უთხრა გოგონამ. ბუზღუნამ ბოტები დააბაკუნა და თოლში გაიქცა. ანიმ მუშტები შეკრა, როგორმე უკან დავაბრუნებ. სანტა. ბუზღუნამ ახალი წლის სინათლე მოიპარა. სწორედ ამის მეშინოდა. ბუზღუნა ბოროტი არაა. უბრალოდ მარტოსულია. რატომ არ მოსწონს ბუზღუნას მხიარულება? იმიტომ რომ მისი ნაწილი არასოდეს ყოფილა. მაშინ უნდა ვაჩვენოთ, როგორია ეს გრძნობა. ნამდვილი გმირივით ლაპარაკობ. ღრმა, თოვლიან გამოქვაბულში ბუზღუნა ახტაცებული ბზრიალებდა. აელვარებულ ახალი წლის სინათლეს ხელიდან ხელში აბურთავებდა. ჩემია. ახლა აღარავინ იმღერებს, აღარავინ გაიღიმებს. ინდა რომ მხოლოდ შენ გქონდეს? მხოლოდ შენ იმიტომ გინდა, რომ სხვებთან არასდროს გაგიზიარებია. უეცრად ქარმა დაუბერა და აელვარებული ტომარა ბუზღუნას ხელიდან გამოსტაცა. გოგონა დაუფიქრებლად გაიჭრა წინ და ტომარა დაიჭირა. ეს ყველა ბავშვის გულს ეკუთვნის. ტომარა გაიხსნა, ოქროსფერი ნაპერწკლები ღამეში მიმოიფანტა. ეს არის სიხარული. შეგიძლია შენთვისაც დაიტოვო, როცა სხვას უზიარებ. მომწონს. გაოცებულმა ბუზღუნამ პირი დააღო. ანი, შენს გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ეს ერთად შევძელით. ბუზღუნაც კი დაგვეხმარა. გილოცავთ ახალ წელს, სინათლე დაბრუნდა. ბუზღუნა ჩემი მეგობარია, ის გამეხმარა ახალი წლის გადარჩენაში. ანი შენი დამსახურებით, ახალ წელს საფრთხე აღარ ემუქრება. დღეს შენ დიადი თვისება გამოავლინე, ანი. სიმამაცე და სიკეთე. ეს ყველაფერი ჭეშმარიტ გმირად გაქცევს. დედიკო, ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელია. გმირები ისინი არიან, ვისაც სხვებისთვის სინათლე მოაქვთ. ანიმ გაიღიმა. მან ხომ ახალი წელი გადაარჩინა და ახალი მეგობარი შეიძინა.